მოგესალმებით. ახალ გაღვიძებული ვარ ხოლმე. საშინელად დაშუპებულ, შეშუპებული განსაკუთრებით ციკლის პერიოდში. ან თუ რამე ჩემი საყვარელი ვჭარო, მაგალითად ჩებული თევზი. ქათმის ფრთებზე ისე არა, ან შებოლილი ფრთებს ხურის. ხო. ასე რომ არ გიგიგვირდეთ. დილას თუ ახალ გაღვიძებული, არ ვიცი ვინ ხართ მიდრეკილი, მაგრამ მე აშკარად ვარ მათეთკენ მიდრეკილი. დილა მშვიდობის ყველას, ახლა არის შაბათი და ეს ბავშვები რუსთავში წავდნენ. ახლა ანდრე წავიდა მაღაზიაში, რაღაც ეგონდოდა და შენ რამე გინდაო და მე კი რა თქმა უნდა. ხო და დავავალე ისა სოსისი, რომელიც მინდოდა. შოკოლადი ჩემთვის და ბუენო ევასთვის. ეს დილა მშვიდობის ყველას, კარგი შესანიშნავი დღე. წყალი წყურია. აი მართლა არ მიყვარს ხოლმე, რომ ამბობენ ხოლმე ადამიანები წყალი არ უყვარსო. მიყვარს ხოლმე, ოღონდ იქამდე სანამ ჩემ თავს არ ვუწყებ დაძალებად. თუ დავუწყებ დაძალებად წყალი ძალიან სასწრაფო მინდა წყალი. არა და თუ არ დავიწყე დაძალება ძალიან მიყვარს და მინდა. მოკლედ ანდრიამ მომიტანა აი ეს მინდოდა ძალიან წიკებურასთან ერთად. 2 დღის წინ. ეს ბუენო დავავალებ და რა ვიცი არ იყო. ასე არ ყოფილა რომ ბუენო არ იყოს ორნაბიჩში. შეიძლება ვერ იყო, არ ვიცი. და ეს კიდე რაღაც ამბოლოს ადამ ზურდო საერთოდ. ეს შავი შოკოლადი ამ ბოლოს ატომაც დავუმეყანა. ოღონდ ცარიელი აი უბრალოდ. ისე. აი ყავასთან, ყავასთან ეს მირჩევია. აი. მაგრამ უბრალოდ ცარიელი, ამას ძალიან მეტკბილება და ეს მირჩევია. ხო, ასე. ეს შავი მოცივაცია. ასე. და იდა თუ ხილი მოხალო იქსაც ათარი და ესაც თათიანი არის. სკოლა მინდა და მაშინ მეტად მოხალებ მიწის ხელი. და შეიძლება წერე რასაც იგიყვარს მაიმე. მეორე ბოთლი ყავა.
მეორე ჭიქაყავა დავლიე და ეხლა ბურღვის ხმები. ორ კვერცხს შევწავ. ერთს ჩემთვის, ერთს ევასთვის. ან სამს შევწავ. ერთს ჩემთვის, ერთს ევასთვის და ერთს ბონისთვის. უყვარს კვერცხი. გაიფება. ასე. მე და ბონი შევჭამთ. ჩვეულებრივ ნაყიდ კვერცხებს. ევიტუნას კიდე სოფლისას. ვაჭმევ. იქამდე ვუზოგავ ხოლმე, რომ მე ძველდება. ჟელივს. აქ მესამე აღარ ჩაეტევა. ასე. ერთნაირად არის მარილი და შაქარი. მაშინია რომ არა მერიო, ერთნაირი ორდენობით ანუ. მე არ მინდა ძალიან შემწვარი. ბავშვებს ძალიან შემწვარს ვაკეთებ. კარი დახურენი. მაცივრის კარი. ასე. ეს ავოკადო აი რო გავჭერი მაშინ არ დამწიფდა ნახოთ მე ძალიან მაგრად მომწონს ავოკადო აღარ მწიფ Bonina. Gel deixar coifar. Ყველი მოვიჭრა. ყველის გარეშე
საერთოდ ვერ წარმომიგენია ცხოვრება. ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელია ყველი. არ მოხდება. შავპური მეჩვენია. შენსაც ამოვაბრუნებონი. if უკვე ვერ ვითმენ. Skaparija. Proszę skaparija. Rostam. Kaj soplis kokoko. Ასე. Ისა წავიღებ მარილი. აი. იქ დავინახე რომ არ იყო. Καταρρεούλο. Γκούλο. Άρα νορμαλό. Borani. დავჭრათ. ევაჭამს ავოკადოს, იმიტომ არ დავუძემ. საერთოდ საჭმელად არ აღიქვავს და არ აღიარებს. ეს მინდა აქ ჩავაწო. ავოკადო. ავოკადო. მაგან ოპერაცია გაიგედა თუ როგორ დაიკლო. საკმაოდ მოკლე დროში დაიკლო. საკმაოდ დიდი წონა. ეს მეყვარს აი. ახეთ ხამ. აი ეს ტყავი აი. შებრაწული. ბორანი მოდი. თავის საკნაზე უღრის ზემოდან. გემრიელ საჭმელს. და მაინც იმას არჭამ. ამას ამოჭამ. იმას არა. დებილი არ ვარო რა.
არ ჭამთ შე ცხელია და უვლის აქეთ იქიდან. შია. ძანაც არა, просто გავხედავ მინდა. ცოტა აკლია. ის გადმოვიდა გული და ასეც არ შეჭამს. ბატონო. რა გინდადა? ვერ გავიგე მოვალ. დასატენია? ეხლავე. ესე ვის. ბასანამ გავაგრძელებთ დღევანდელ დღეს. გავალთ გარეთ ასე შემდეგ ნახოთ კომენტარები თქვენი ვიცი რომ ძალიან ისე მაქვს, მაგრამ დაიკიდეთ. აჰა, აბა წავიკითხოთ. ავა შეცვალე ერთ და იგივეს რომ სამეც მასე ვარ ხოლმეო. არა, მე მომწონს ის ფაქტი, რომ შაქრიანი ყავა აღარ მომწონს. და საერთოდ ჟოკეიზე კიდე მიწერეს, რომ გააფუჭეს, მაგრამ რავი, მე მომწონს შოკეი. თუმცა ვცდი სხვასაც, მაგრამ არ ვიცი რომ ის რო არის იაკობს მონარქია მგონი. ნალექიანიც აქვს. მაგას ვერსო. ეგ ჩემთვის არ მწარეა. მე ძალიან მწარე ყავებს ვერ ვსვამ. მარიამი, ნინი, დიდი მადლობა, ჩემო თბილო გოგო, უძვირფასესი ადამიანი ხარ. ჩემი არხის განვითარებაში უდიდესი წვლილი გაქვს, გაფასებ და მიხარი ხარ. რაიმე როგორ გამათბე, უტკბილესი, უკარგესი, საოცარი გოგო. აი არ ვიცი, ძალიან ძვირფასი ადამიანი. ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები და ვაფასებ და არ შემიძლია რომ არ დავაფასო. ანუ თუ არ დავაფასეთ ის რაც სწორია და რაც კარგია. მაშინ რას ექნება აზრი? ბუნი რატომ თხრი? ნინო. ბუჯურს კი არა, აი ზურგს მითხრის. თავი მოკრესება. ესე იგი ნინო დვალჭადი, ჩვენ დიდი სიყვარული. დასავლეთის ჭადი არის სასწაული, განსაკუთრებით წყლის წისქვილზე დაფქული, როგორც მეგრელებისთვის ხოლმეა, ისე იმერლებისთვის ჭადი. თავისი პრასით და ეკალათი. ყველა გათენებული დღისთვის უფალს მადლობა და ბედნიერი დღე შემოგარგებო. რა ბედნიერებაა, როცა ადამიანი ინარჩუნებს ცხოვრებაში აი ამას. ვაიმე. აი ამას რომ ყოველი გათენებული დღე არის ბედნიერება. ეს არის შეუფასებელი, ეს არის უძვირფასესი და იცი ეს ჩვენ ხელშია. ანუ ეს დამოკიდებულია ჩვენს აზროვნებაზე და იმაზე ჩვენ ბონი ცხოვრებაში რითი ვცხოვრობთ, ანუ რას ვაგროვებთ, რას ვხედავთ, ვაგროვებთ წენებს, ბრაზებს, სიძულვილებს. თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს, თუ უბრალოდ პატიობთ, თუ უბრალოდ გზას ვაგრძელებთ, თუ უბრალოდ ხედავთ იმ საოცრებას და იმ სილამაზეს, რომელიც ჩვენ გარშემო არის. და მე ჩვენი ცხოვრებაც ასეთია. ანუ აი ხო არიან თქვამი რომ მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და კითხავ ვინ ხარ შენო. ანუ მითხარი რას ფიქრობ და რითია საოცრე შენი სული და გული და მე კითხავ ვინ ხარ შენ. ანუ ასეთი ეს რაღაცას გვეუბნება ცხოვრება. ირმა,
კიტრი, პომიდორი, ჭაი და ყველი. ვაიმე ჩემი სისულს და შეგერგოთ ჩემო ლამაზებო, ეს ხო საოცრება. კიტრი, პომიდორი, ჭადი და ყველი. ასევე კიტრი, პომიდორი, ლავაში. აი, არაფერთან ხო არ მიყვარს ეს ლავაში. კიტრთან და პომიდორთან მიყვარს. და ყველი, ასევე კიტრი, პომიდორი და ისა ახალი კარტოფილი. ყველი. აი მაკა ხამე რა კარგია თან რომ წვიმს მჭადი მიყვარს კინინი შეგერგოსო მადლობა ძირფასო საოცარია ღამე როცა წვიმს თამუნა ნინი მე ყავის მარცვლებს ყიდულობ იქვე ვაფქოინებ და ძალიან კმაყოფილი ვარ ვიცი რომ ყავას სვავ და არა მინარევებს ცადე ძალიან ისიამოვნებ მიყვარ ხარ ნინი ტკბილო ადამიანო ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძირფასო ესეთი სიტკბოსთვის ისე მოსკოვის გამზიზე ვცხოვრობდი მეც ვაფქოვინებდი ხოლმე, მაგრამ არასოდეს არ გამოდიოდა ისეთი მე რომ მომწონდა. არ ვიცი რატო, ხან ნამეტანი, აი ბერძნული ყავის გემო ქონდა, ხან ნამეტანი მუქი იყო და ეს ჟოკეი ზუსტად ისეთი არის, ანუ სიმყარე თუ რა ქვია, სიმაგრე ისეთი აქვს, როგორც მე მომწონს, ანუ მე მუქ შავ ყავას ვერ ვსვავ. ღია რომელიც არის შედარებით ყავისფერი, მარტო მაგას. ხო და ამიტომ ვსვავდი ყოველთვის ჟოკეის, რომ ჩემთვის ყველაზე ადვილად დასალევი ყავა იყო, ასე ვთქვათ, ნალექიან ყავებს შორის და არ მიფიქრი არასდროს ხათ შორის ჟოკეიზე, რომ მინარევებს შეიცავს. მიფიქრია სხვებზე, რომელსაც უფრო რაღაც მოწყალწყალო გემო ქონდა, თუმცა ჟოკეი არ მოსწონთ, იცით როგორ ადამიანებს, ვიზეთ ძალიან უყვართ ყავა, ანუ ყავამანებს. არ მოსწონთ დიდად ჟოკეი ხოლმე, იმიტომ რომ მე მგონი მათთვის ჟოკეი არის სუბუქი ძალიან. ესე მგონია. აქ მუსიკები და მაგარად წავიდეთ. აი, ჩართულია. მოსაც მოვიტან და საჭდომად დასაფენს. თავს დამტრიალებს. უნდა რომ წყობიდან გამომიყვანოს და მე მაგითი იკვებება. და ყველაზე კარგად ეგ გამოსდის, როცა სახლში მარტო ჩვენ ვართ, მაგრამ არ გამოვა ეგ. იმიტომ რომ მე დავიცავ ჩემს თავს. და ჩემი შვილის სიმშვიდეს. თუმცა თვითონ ეს ფაქტი ძალიან საწყენია და გულსატკი. მაგრამ რა უშავს ცხოვრებაში იმდენი რამე ხდება. და თუნდაც მე ისეთები მაქვს გამოვლილი, რომ ამასაც გავუძლებ. მანანა, ჭადი და ხომი მიყვარს ნინიო. ევა ძალიან თბილი და საყვარელია, როგორ გეფერება, ბედნიერებას გისურვება, მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო. მეც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ლელა, ღამეც რა ლამაზია შენგან თან წვიმს. ხმაური ძალიან მომწონს, შვიდობიანი ღამე. ნი შეგერგო შემო ლამაზო, მჭას ვჭამ, მაგრამ უპირატესობას პურს ვანიჭებ. პური უფრო მეტად გიყვარს თამუნა. ნი ძალიან საყვარელი ხარ. დღეს განმავლობაში დატვირთული ვარ, მაგრამ შენთვის დღეს ყოველთვის ვიტევ რა მაგარი, ანუ განწირსავით, რომ მე მიყურებს ადამიანი როგორ მიხარია. ახეთ ბოთი სად არის? ხედავთ რა ლამაზია. საოცრება. ციცი ყოჩაღი ფუსფუსა და ლამაზი ნინი მშვიდობიან ხამეს გისურვებ ნინიო. ბოინც როგორ ათვალიერებს და გისმენს საყვარელი. აბა ამას არაფერი არ გამორჩება. მეც როგორ მიყვარს ჭადი და ყველი ორივე თუ მაქვს არაფრისკენ გავიხედავ. მთელი დღე შემიძლია ევჭამო, ხო? მეც ძალიან მიყვარს. მეც შემიძლია დღეში სამჯერ ევჭამო, ხო? გავიხედავ ხორცისკენ. ხორცი ძალიან მიყვარს, ხო იცით? ლელუკი, კარგი აზრია ნი, რადგან ნივთებს თავისი აურა აქვთ. მე პირადად მამძიმებს ზედმეტი ნივთები. მყრისულ ვიშოვებ არასაჭიროს, მეც უნდა მივეჩვიო, თორე აი მართლა აურას ამძიმებს.
ნატო, ჩემი საყვარელი ნატო, სალამი ძირფას, როგორი კარგი, ტკბილი და ძირფასი ხარ. შენ შემოგევლე ევა. ხარ და სიყვარული. ნამდვილად გაქვს ბედნიერი ტკბილი ბავშვობა. ვაიმე, ღმერთო, ამინ. დაექონოდეს. მინდა მომავალი ცხოვრება ბედნიერი ქონოდეს უჭკვიანესო გოგო, მიყვარ ხარ ევი, დიდი მადლობა ძირფასო, ძალიან დიდი მადლობა. ყველას დღე მშვიდობისა, ეხა ნელა. ავიკრიფებით მე და ევა, იქ თმას დავივარცხნით, გვექნება აი ნელი ნაზი მშვიდი დღე. დავარცხნით მას, ჩავაცნო, მერე წავალთ ქაფისეირნებთ, პარკში მივალთ, რამეს ვიყიდით. მერე სახში დავბრუნდებით, საჭმელს მოვამზადებთ და ესე ტკბილად ვიქნებით. სანამ საღამოს ჩვენი ბიჭები არ დაბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ამ ეტაპებს გადავიღებ მთლიანს. და всё, აი ასე. გათენდა დღევანდელი დღე. ხვარი რაღაცეები არა. რაღაცეები აი ისეთი, რომელიც უნდა გადალახო, წინ წახვიდე, უკან მოიტოვო, გაიზარდო. და ეს ისეთი სასიამოვნოა, ისეთი კარგია. ძალიან მრავალმხრივი პროცესია, ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება. და ძალიან სამწუხაროა, როცა ვიღაცა ახლობელი ცდილობს, რომ აი იქ ჯაჭვით დაგაბას. ანუ თვითონ არ უნდა და შენ იქ უნდა დაგაბას ჯაჭვით. ძალიან დიდ სევდას იწვევს ეს ჩემში. ადრე უარყოფდი ხოლმე სევდას და იმას, რომ მტკენდა. თუნდაც ახლობელი ადამიანი. იმიტომ თითქოს ისეთი არაჩვეულებრივი, ესეთი მიუღებელია. თითქოს ეს არასდროს უნდა ხდებოდეს. მაგრამ ეხლა მივიღე. სევდა. აი ამითი გამოწვეული სევდა. მიყვარხართ?